სიტუაცია არის ესეთი 3.600.000 ლებელია ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 60% შეჭირო ახლა მიმდინარეობს ფალკრის შევსება, რაოდენობას, არჩევნების რაოდენობასთან, ანუ იმიტომ რომ ეს პროცესი პრაქტიკულად რამდენი მილიონი ადამიანი ვართ. მოგესალმებით. გაერთიანებული დემოკრატები სულ უფრო და უფრო ვრწმუნდებით, რომ დღევანდელ ხელისუფლებას არანაირი პოლიტიკური ნება და სურვილი არ გააჩნია იმისათვის, რომ გააუმჯობესოს საარჩევნო გარემო და ამისათვის კონკრეტული ნაბიჯი გადადგას, თუნდაც იგივე უკვე ამდენი ხნის განმავლობაში მათი მხრიდან საზოგადოებისათვის დაპირებული ბიომეტრიული ტექნოლოგიებით საარჩევნო სიების ფორმირების კუთხით. ორ თვეზე მეტია გაერთიანებული დემოკრატები მოუწოდებთ ხელისუფლებას, რომ იმ პროცესის პარალელურად, რომელსაც ეხლა აქვს ჩვენს ქვეყანაში ადგილი სახალხო აღწერის თვალსაზრისით, პარალელურ რეჟიმში მომხდარიყო სწორედ ბიომეტრიული ტექნოლოგიებით საარჩევნო სიის ფოტოსურათების ბაზის ფორმირება. ამისათვის საჭირო იყო მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ის ადამიანები, ვინც უზრუნველყოფენ ტექნიკურად აღწერის პროცესს, აღვეჭურვა შესაბამისი ფოტო აპარატურით და მათი მეშვეობით 80-90% უკვე ფოტოსურათების ბაზისა ჩვენი მოქალაქეებისა ჩვენ უკვე დავდებდით. მაგრამ სამწუხაროდ ხელისუფლებამ ამ მიმართულებით ნაბიჯი არ გადადგა. ეს პირდაპირ პროპორციულად მეტყველებს და გვიჩენს ძალიან სერიოზულ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნება აპირებს გააგრძელოს ზუსტად იგივე გზა, რა გზამაც წინა ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობა მიიყვანა იმ კატასტროფამდე, რომელშიც ისინი დღეს არიან. მიუხედავად ამისა, კიდევ 2 წელიწადი დარჩენილი არის კალენდარული არჩევნების მოახლოებამდე და ხელისუფლებას ამის გაკეთება შეუძლია. ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად, რომ ქართული ოცნების ხელმძღვანელი თავის დროზე ბატონი ბიძინა ივანიშვილი გვპირდებოდა, რომ ის საკუთარი ფინანსური რესურსით დააფინანსებდა ამ პროცესს და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე საქართველოში ბიომეტრიული ტექნოლოგიებით სიები იარსებებდა. მაგრამ ის ისე წავიდა პოლიტიკიდან, ისე წავიდა სახში, ყოველ შემთხვევაში გაერიდა აქტიურ პოლიტიკას, რომ ამ მიმართულებით ერთი ნაბიჯი არ გადაუდგავს. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ საქმე გვაქვს სერიოზულ ტყუილთან. ქართული ოცნების ყველა კოალიციის ყველა სუბიექტი ერთმნიშვნელოვნად ირწმუნებოდა, რომ ეს იქნებოდა მათი მთავარი მიზანი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. დღეს პასუხი გასცენ მათ, თუ რატო არ დგამენ ამ კუთხით ნაბიჯს, რატომ ერთი კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიიღეს იმასთან დაკავშირებით, რომ შეესრულებინათ თავიანთი წინა საარჩევნო დაპირებები, შეესრულებინათ ის, რისი გულისთვისაც ხალხმა ისინი ხელისუფლებაში მოიყვანა. ჩვენ ამ კითხვაზე ძალიან მალე ველით პასუხს, რათა საბოლოო ჯამში მე ისევ არ მოვისმინოთ იგივე საუბრები ქართული ოცნებიდან, რასაც ვისმენთ ნაციონალური მოძრაობიდან, რომ ისიც არჩევნები მოგვიახლოვდა და ვეღარ მოვასწრებთ ახლა ბიომეტრიული სიის შედგენას. დრო საკმარისი არის და სასაჭირო არის ერთადერთი რამ პოლიტიკური ნება, რომელიც ჯერ არსა დარჩას. უახლოეს მომავალში ჩვენ ძალიან კონკრეტულად დავაყენებთ საკითხს, რომ ხელისუფლებამ აღიაროს, რომ მათ მოიტყუეს და მოატყუეს საზოგადოება. ეხლა რაც შეეხება თავად პროცესს, რომელიც ახლა მიმდინარეობს სიების აღწერის თვალსაზრისით. შესაბამისად ძალიან კონკრეტული კითხვები არის ამასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ მიმდინარეობს რატომღაც სრულად გაუგებარი და აუხსნელი მიზეზებით ფანქრით შევსება ყველა იმ მონაცემისა, რომელსაც აღწერის პროცესში არის გამოსაყენებელი. კითხვაზე თუ რატომ ხორციელდება, ვერც ერთი ამ პროცესში ჩართული ადამიანი ვერ პასუხობს, ისინი ამბობენ, რომ ასეთია დავალება. ჩვენ ძალიან სერიოზული ეჭვი გვაქვს, რომ ეს ხორციელდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოერგოს შემდეგ უკვე ჩვენი მოქალაქეების აღწერის შემდეგ ჩვენი რაოდენობა მოერგოს იმ სიების რაოდენობას, რომელიც ძალიან კომფორტულია დღევანდელი ხელისუფლებისთვისაც, რომელსაც ჩვენ ყველანი ვთვლით, რომ აბსურდულად გაბერილია. მაგრამ ესეთი პროცესული დარღვევები და ესეთი მანიპულაციები რომ არა, მაშინ შეიძლება უბრალოდ მივიღოთ ვითარება, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა უფრო ნაკლები შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე თვითონ საარჩევნო სიაში დაფიქსირებული 3 მილიონზე მეტი ადამიანია. აი ამიტომაც ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული ეჭვები, რომ მიმდინარეობს სერიოზული ფალსიფიცირება და მანიპულირება ისევ და ისევ აი ამ პროცესით, რასაც ქვია ჩვენი მოსახლეობის აღწერა. ეს კიდევ ერთი კითხვა, რომელზეც სასწრაფოდ პასუხი აქვს გასაცემი ხელისუფლებას.